მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი კარდიოლოგი გელა ლაცაბიძე. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება არტერიული წნევის არაკრიზული მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული კითხვები და პრობლემები. კრიზი, როგორც მოგეხსენებათ, არის არტერიული წნევის უეცარი სწრაფი მომატება დროის მცირე მონაკვეთში, მძაფრი ჩივილებით. ამ შემთხვევაში დროს არ კარგავთ, თუ თქვენ შეძენით, თუ არა და ოჯახის წევრმა უნდა გამოიძახოს 112-ის საშუალებით სასწავლო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც დიფერენცირებას გაუკეთებს აღნიშნულ მდგომარეობას და გადაწყვეტს საკითხს თქვენი სტაციონარში მომთავსების თუ ბინის პირობებში მკურნალობის შესახებ. რაც შეეხება, როდესაც წნება უკვე დადგენილია, დანიშნულებაც გააქვთ ექიმის მიერ, მაგრამ აქვს გარკვეულ ცვალებადობას არტერიული წნევის ციფრების. უპირველესად, რაც სასურველია, უნდა გქონდეთ ორივე აპარატის სახლში. ეს არის როგორც ელექტროაპარატი, არტერიული წნევის საკონტროლებელი, ისე მექანიკური აპარატი. ელექტროაპარატი მოსახერხებელია გამომდინარე იქიდან, რომ თუ სახლში მარტო იმყოფებით, თავად შეგიძლიათ მანჟეტი მოირქოთ და ღილაკზე ხელის დაჭერით შეძლებთ არტერიული წნევის გაზრდას. ელექტროაპარატის განსხვავება, რა თქმა უნდა, არის როდესაც ნახევრად ელექტროგახლავთ ის, ანუ ნახევრად მექანიკური უფრო სწორად, ჰაერს თქვენ ჩადუმპავთ და შემდეგ აპარატი თავად დაწერს მონაცემებს, ხოლო სრული ელექტრო მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერას საჭიროებს და თავად განსაზღვრავს არტერიულ წნევას და რა თქმა უნდა პულსსაც დაგიწერთ. რაც შეეხება მექანიკურ აპარატს, აქ რა თქმა უნდა უმჯობესია, რომ სხვა პიროვნებამ, ანუ თანხმდება პირმა დააფიქსიროს წნევა, თუმცა თუ გაჭირდა მდგომარეობა, თქვენც შეგიძლიათ რა თქმა უნდა ის დააფიქსიროთ, თუმცა მონაცემები ძალიან ხშირად არ არის სანდო, რადგან ემოციური ფონია ამ დროს უფრო წინა პლანზე და პაციენტი ხშირად ვერ აფიქსირებს ზუსტად არტერიული წნევის ციფრებს. ჩივილები. როგორც მოგეხსენებათ, თუ კრიზულად არ მიმდინარეობს არტერიული წნევა, შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც მსუბუქი, ასევე საშუალო ინტენსივობის. თაობრო, თავის ტკივილი, გულის ფრიალის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ზოგადად არითმიის შეგრძნება და ასე შემდეგ. ეს ჩივილები, რა თქმა უნდა, თქვენ ადრეც გექნებოდათ, მაგრამ ეხლა გარკვეული სახით განსხვავებული სახე შეიძინა ამ ჩივილებმა. აი ამას დაგვერდით და დააფიქსირეთ, თუ რა განსხვავება ძველ და ახალ ჩივილებს შორის. მეორე, არტერიული ჰიპერტენზიად მყარად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა, როდესაც კვირაში 4-5 დღე მაინც გაქვთ მომატებული არტერიული წნევა, ანუ 140-90-ზე და მეტი. რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დანიშნულებას მიყვებით, შემდეგ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ვერ გაერკვიეთ აღნიშნულ მდგომარეობაში, ან მიღებული გაქვთ უკვე მედიკამენტები, ექიმს ვერ უკავშირდებით, ადგილზე უნდა გქონდეთ რამოდენიმე ჯგუფის მედიკამენტი, რომელიც ითვლება ზოგადად კრიზის მოსახსნელ საშუალებად, მაგრამ მეტნაკლებად გეხმარებათ, რომ აიცილოთ პანიკური მდგომარეობა და აკონტროლოთ წნევა ექიმთან, მკურნალ ექიმთან მისვლამდე. პირველი ჯგუფი ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული AGE ინჰიბიტორები. რა თქმა უნდა, მექანიზმები რთულია, მე არ გავმარტავ ახლა ეს რასთან არის საქმე, მაგრამ კაპტოპრილი ყველას მოგეხსენებათ. ეს არის მოქმედი ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა გაყიდვის ფორმით შეიძლება შეიძინოთ აპტიაკებში. მეორე ჯგუფი ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ნიფედიპინის ჯგუფი. ეს მედიკამენტი განსხვავდება თავის მოქმედების მექანიზმით კაპტოპრილისგან, მისი გაყიდვის ფორმებიც სხვადასხვა, მაგრამ მე მხოლოდ მოქმედ ნივთიერებებს გისახელებთ. მესამე ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ბეტა ბლოკერები, ანუ ანაპრილინის ჯგუფი, რომელიც პულსს ამცირებს კუმშვადობას და შესაბამისად არეგულირებს წნევას. მეოთხე ჯგუფი, რომელიც შედარებით ნაკლებად რეკომენდირებულია, რომ ბინის პირობებში იქნას მიღებული, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული შარდმდენები, რომლებიც სხვადასხვა თავისი მოქმედებით რამოდენიმე ჯგუფი არსებობს მათი და მოქმედების სისწრაფეც განსხვავდება. ამიტომ ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, რაც შეიძლება იქნას მიღებული, სწორედ ეს არის.
ანუ მეოთხე ეტაპზე შეიძლება იქნას ეს მიღებული. პირველი 3 ეტაპი გავლილი უნდა იყოს, მაგრამ თუ მდგომარეობა აქამდე მივიდა, რა თქმა უნდა, აღარ უნდა დაელოდოთ მას და აუცილებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახოთ, რადგან მომავალში შესაძლებელია უკვე კრიზის განვითარდეს. კიდევ ერთი ჯგუფი სცენარიული საშუალებები, რომელსაც ეძახიან გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც სცენარულ კომპონენტებს შეიცავს, მათ შორის სიტყვაზე ვთქვათ, ვალერიანის შემცველობის, კუნელი, შავბალახა და ასე შემდეგ. მათი ნაკრები, რა თქმა უნდა, შუალედებში შეგიძლიათ მიიღოთ ის წვეთების სახითაც არსებობს და ტაბლეტების სახითაც, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამხმარეა და არა გადამწყვეტი. ამიტომ მათი კომბინაცია, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება იქნას მიღებული, ეს განიხილება მხოლოდ დამხმარე საშუალებად. არტერიულ წნევას აქვს რამოდენიმე ნიუანსი. ანუ ის შეიძლება იყოს მომატებული, მაგრამ მეორე პარამეტრი ეს არის პულსი. ანუ წნევის ციფრი მომატებული იყოს, პულსი დაბალი. ეს არის კლასიკური მიმდინარეობა ჰიპერტენზიის, რადგან გული გადატვირთულია, მეტ პულს ვერ ქმნის გადაძაბვის გამო და ვითარდება ეგრეთ წოდებული ბრადიკარდია, რომელიც მაღალი წნევით არის გამოწვეული. მეორე მიმდინარეობა ეს არის უფრო ემოციური ფონით გამოხატული, როდესაც წნევაც მაღალია და პულსიც მაღალია. ამ დროს, რა თქმა უნდა, სახეზე ჰიპერემია, გულის აჩქარების შეგრძნება, აფორიაქებულია პაციენტი მნიშვნელოვნად და შესაბამისად ეს მიმდინარეობაც არც თუ იშვიათია. აქ უფრო ვეგეტატიური რეაქციები ერთვება ხოლმე და აი სწორედ აქ არის ამ სცენარიული საშუალებების დამატებით მიღება რეკომენდირებული, რომ აი ეს ემოციური ფონი იქნას მოხსნილი, რასაც აკეთებს სწორედ აი ეს ეგრეთ წოდებული გულის წვეთები. ხოლო მესამე მიმდინარეობა ეს გახლავთ, როდესაც წნევის ციფრები, ასე ვთქვათ, მომატებულია, მაგრამ პულსი ნორმაშია. ანუ 60-დან 90-ის ფარგლებშია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევე ვიქცევით, როგორც იმ მდგომარეობა, როცა წნევაც მომატებულია და პულსიც მომატებულია. ეს არის დაახლოებით მომიჯნავე ერთმანეთთან ახლო მდგომარეობები და ტაქტიკა ამ შემთხვევაშიც იგივეა. როდესაც მიიღებთ მედიკამენტს, თუნდაც მაგალითად კაპტოპრილს, ან ნიფედიპინს, ან ანაპრილინს, ისი ხშირი გამოყენებაც ხდება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აქვს თავისი მოქმედების პიკი. ანუ ის, რომ მედიკამენტმა იმოქმედოს, მინიმუმ უნდა დაელოდოთ მას 30-35 წუთი და შემდეგ გააკონტროლოთ წნევა. მედიკამენტის გამეორებით მიღება სწორედ აი ამ პერიოდში შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეფექტები დაჯამდება, ანუ მაგალითად არის შემთხვევა, როდესაც 9 საათში სამივე ჯგუფია მიღებული, ან რამოდენიმეჯერ აღნიშნული მედიკამენტები და სუმარული ეფექტი, ანუ დაჯამების ეფექტი 2 საათში ჩანს და შემდეგ შეიძლება იმდენად დაბალი იყოს არტერიული წნევა, რომ წნევის მოსამატებელი საშუალებებიც კი დაჭირდეს პაციენტს. ამიტომ დააცადეთ მინიმუმ 30-35 წუთი. თუ წნევა 5-10 ერთეულით დაქვეითებულია, ეს უკვე ნიშნავს, რომ მედიკამენტი კრებს თავის მოქმედების ძალას და მეტი დამატება საჭირო არ არის. რაც შეეხება შუალედ პერიოდს, სწორედ ეს გულის წვეთები მიიღეთ სცენარიული ნაკრების საშუალებები, რომლებიც უბრალოდ დაგეხმარებათ ემოციური ფონიც აკონტროლოთ. შემდეგ რით ვიწყებთ? თუ დაუშვათ პულსი მომატებულია და წნევაც მომატებული, უმჯობესია ანაპრილინის ჯგუფი იქნას მიღებული. თუ პულსი დაბალია, ხოლო წნევა მომატებული, ნიფედიპინის ჯგუფი სჯობს. ხოლო თუ ნორმაშია, პულსი და წნევა მომატებული, ამ შემთხვევაში უკვე კაპტოპრილის ჯგუფს ენიჭება უპირატესობა. რა თქმა უნდა, ეს რჩევა არის იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ექიმს ვერ უკავშირდებით, სასწრაფო დახმარება ის გამოძახების შანსი ნაკლებია და ვერ აკონტროლებთ აღნიშნულ მდგომარეობას. და შემდგომში უკვე
აღნიშნული მედიკამენტები უნდა დაფიქსირდეს თუ რა მიიღეთ, რა პერიოდის განმავლობაში და წარედგინოს ან კურნალ-ექიმს, ან სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელიც გამოძახებული უნდა იყოს, რადგან აღნიშნულ მდგომარეობას შეიძლება ჰქონდეს მოგვიანებითი გართულება. რა თქმა უნდა, აქ კითხვები კიდევ არსებობს და უმჯობესია თუ თქვენ ამ კითხვებს ჩაინიშნავთ და შემდეგ კურნალ-ექიმს გადასცემთ, რადგან ყველაფერი ექიმთან ვიზიტის დროს არ გაგახსენდებათ. და იმისათვის, რომ ექიმსაც კვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდოთ, სწორედ აი ეს დაფიქსირებაა საჭირო. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დასტაბილურდება, შეგიძლიათ, ანუ ეს მდგომარეობა არის უკვე მედიკამენტების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში დასტაბილურებული წნევა, არტერიული წნევა და პულსი, ეს ნიშნავს, რომ უკვე მედიკამენტები თქვენ გააკონტროლეთ აღნიშნული მდგომარეობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ თვითნებობა დაუშვებელია. ის, რაც თქვენ გაქვთ ბინის პირობებში, აი ეს 3 ჯგუფი მედიკამენტების შეიძლება იქნას მხოლოდ ერთჯერადად გამოყენებული და თუ შედეგი ამას არ აქვს, იძახებთ სასწრაფო დახმარებას ბრიგადას, რომელიც უკვე აღნიშნულ მდგომარეობას გააკონტროლებს. რადგან კურნალ-ექიმს ან სტაციონარის ექიმს შეიძლება გაუჭირდეს სიტუაციის დარეგულირება, რადგან მედიკამენტების დიდი რაოდენობით მიღება თავის და თავად გვერდით ეფექტებსაც აგროვებს და შესაბამისად დაავადების მიმდინარეობა რთულდება. მე მხოლოდ აღიხსენეთ ნიუანსები, რა შემთხვევაში რა შეიძლება იქნას მიღებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ 9 საათში ერთხელ ხდება, ან 35 წუთში ერთხელ ხდება აღნიშნული მედიკამენტების მიღება, შესაბამისად საათ-9 გაახლავთ ის პერიოდი, როდესაც თქვენ შეიძლება აკონტროლოთ მდგომარეობა. იმის შემდეგ უკვე დგება სიტუაცია, როდესაც იზრდება რისკები ინსულტის და ინფარქტის განვითარების. აქ მოცდა აღარ შეიძლება და აუცილებლად უნდა მოხდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება. დღეისთვის უნდა ეს არის. მოგწერეთ თქვენთვის აქტუალური კითხვები, გამოიწერეთ არხი, გისურვებთ ჯანმრთელობას.